Angst. Break those bones whose sinews gave it motion. მეშუგა. ბოლო დროს რატომღაც შფოთვები დამჩემდა. სადარბაზო ბინძური ადგილია, ბნელი და მტვრიანი. ოღონდ სინამდვილეში არც ისე, ყოველდღე ხვეტენ, ფანჯრებიც აქვს, ნიავდება კიდეც. მაგრამ ბინიდან გამოხვალ თუ არა, სიბინძურე, სიბნელე და მტვერი. ასე აღიქმება, ასე იგრძნობა. სჭირს რაღაც, ზედაპირზე, სულ რომ კრიალებდეს ყველაფერი, ქვემოდან მაინც დასნებოვნებული სუნი ამოდის. რამდენიც არ უნდა იფიქროს მერე კაცმა, არც ისე ცუდია და რა მომელანდაო, პირველ შთაბეჭდილებას მაინც ვეღარაფერს შველის. კორპუსიდან გასასვლელი რკინის კარი პირველ სართულზე. გაცრეცილი ნახატის წინ, რკინისავე ჩარჩოში არის ჩასმული. საკეთის გაღებას ცოტა წვალება უნდა. უსაფრთხოებითვისაა ასე. მერე ფრთხილად შეღებულ კარს მიღმა უცვლელი სურათი გამოჩნდება ხოლმე. რამდენიმე წინასაარჩევნო პლაკატი კედელზე. ყველა ერთ და იგივე ფერის. და ასე 3 წლის წინანდელი. ზუსტად კარის წინ, ასფალტში მოზრდილი ორმოა, რომელიც ქუჩის შუამდეა გმირულად გადაჭიმული. თითქოს ცდილობს ორმაგ ღერძულა ხაზს გადაეფაროს მკერდით. საპირისპირო შენობიდან მეორე ორმოა გადმოჭიმული. ცენტრში ბზარები ერთდება და ადამის შექმნის რაღაც უცნაურ ალუზიას ხატავს. მე პირადად არ მგონია, ამ ასფალტის შემრევი მიქელანჯელოზე ნაკლები ნიჭის კაცი ყოფილიყო, რომ წარმოვიდგენ, რამდენი მასალა ექნება ნარევიდან მოპარული და ქვიშით, ან საერთოდ ნახერხით ჩანაცვლებული. სამეზობლოში მაინც კარ ქუჩად ითვლება. სხვებზე უკეთესია. მშვიდობიანი. კორპუსიდან გარეთ დაკვირვება სადარბაზოს ყველა სართულიდან შეიძლება. მაგრამ მეორე და მესამე სართულები ყველას ჯობს. იმიტომ რომ ერთდროულად ორ მხარეს შეიძლება გახედო და უფრო დაცულად ვარ. შენობის წინ ქუჩაა, უკან ავტოსადგომი. ადრე ავტოსადგომი ქუჩაზე კარგადაც იყო განათებული, რადგან ზედ ძვირიან მანქანებსაც აყენებდნენ ხოლმე და თავის დროზე მოწყობისას სათანადო ყურადღებაც მიაქციეს. მერე ვიღაცამ განათების ნათურები მოიპარა და პოლიციისთვის დარეკვას ყველამ თავი აარიდა. ცალკე მოპარული ნათურები შერჩებოდა სადარდებლად და ცალკე პოლიცია. ხოდა ნათურები საკმარისი იყო. ნაკლები დარდის წესმა იმუშავა. სასიამოვნოს თუ ვერაფერს იქმნი, დარდი მაინც შეიმცირე. პოლიციაში ვინმე სხვა დარეკავს, ან იმ სხვასაც ეყოფა ჭკუა. მოკლედ ავტოსადგომი ახლა მხოლოდ ფანჯრებიდან გამომავალი შუქითაა განათებული. აი ავტობუსის გაჩერების განათებას არავინ იპარავს. თავიდანვე არ გქონია. მაღალ სართულზე არ ვცხოვრობ, მაგრამ კიბეზე ერთ მეზობელს მაინც ყოველთვის ხვდები. შეხვედრების უმეტესობა რამდენიმე წამი გრძელდება. უბრალოდ შეხვედრების უმეტესობა თვალის ერთი შევლება გრძელდება. დანარჩენი იაფფასიანი პოეზიაა. თვალების ჩახრა, უხრეხული შეშმუშვა, გვერდით ჩავლილი სხეული და ასე შემდეგ. სულ რამდენიმე წამიანი გაელვებაა. იმავე სოროს სხვა ფუღურიდან გამომძვრალი ადამიანის გაკრთომა. ოღონდ არავის არ უყვარს, როცა ხედავენ. ყველა ირიდებს მზერას. მთელი ცხოვრება ერთ სადარბაზოს რომ უყურებ, შემდეგ ტვინში სადარბაზოს იდეა ეკხდება. დანარჩენები სადარბაზოს ასლები და მე იმ სხვებს ადარებ ამას. ჩემი დასკვნა ასეთია, რომ ყველა სხვა სადარბაზო, ყველა სხვა სამეზობლო უფრო საინტერესოა. აქაური სურათი ძალიან სიმეტრიული და კვადრატებით იხატება. არაფერია გამორჩეული ან საინტერესო. მშვიდობიანი ხალხია, დახმარებთაც დაგეხმარებიან. თუ დაგჭირდა და თუ დაუძახებ და თუ ცუდი არაფერი ხდება. მთელი ბავშვობა რომ უყურებდი, თვალი ისე შეეჩვია, როგორც ნაცნობ სურათს კედელზე და გამორჩეულ ნიშნებს უკვე ვეღარ აღიქონს. კიბეზე ჩამოვალს ზედა სართულელი მეზობელი შემხვდა. სადარბაზოში მიიზლაზნება ხოლმე და ვინმე თუ შეხვდება, მაშინიღა გამოცოცხლდება. თითქოს რაღაცაზე წაასწრეს და მოჩვენებითი მხნეობით ცდილობს გადაფაროს თავში ჩამოშლილობა. გამხდარი კაცია, მაღალი, ლაპარაკის დროს უნებურად ტანსაცმელზე იკიდებს ხელს, თითქოს მზერისგან იფარავს. მთელი ოჯახი ასეა. ერთი ოჯახის წევრებს ხშირად ასდით ერთნაირი სუნი, მაგრამ ამათ განსაკუთრებით და რაღაცნაირად დიდი თვალები აქვთ, განსაკუთრებით ბავშვს. სიფრიფანა ბავშვი ყავს, მკრთალსახიანი. ოღონდ შეხვედრის დროს კაცი მარტოა. სხვა მეზობლებისგან განსხვავებით, ამას სალაპარაკოდ გაჩერებას ჩვევია. სწრაფ-სწრაფად იცის სიტყვების მოყრა, თითქოს საუბარს იყოს მოშიებული. რადგან ბავშვი გამახსენდა მოვიკითხე. იმან მხრები აიჩეჩა, ავამტყოფობსო. არ მეკითხავს რა სჭირს. ყველას რაღაც სჭირს, განსაკუთრებით ბავშვებს. თავი დაუქნიდა მშვიდობიანი დღეუსურვე. ამან რატომღაც ძალიან გაახელა. წამით წამოინთო, მაგრამ მაშინვე მიინავლა და უგემურად დამიქნია თავი. პირველ სართულზე, სადარბაზოში შემოსასვლელი რკინის კარის მოპირდაპირე კედელზე ძველი ნახატია. შენობაში შემოსული ადამიანი მაშინვე ამ კედელს ხედავს. გერმანიას რომ ომი მოუგეთ, იმ დღის აღსანიშნავადაა დახატული. დღემდე საამაყო და საზეიმო ამბავია. გონი. ალბათ მართლა არის ომი მოვიგეთ, ბოლოს და ბოლოს ფეხბურთი ხომ არა. 2 დეკადა გაიწელა, მაგრამ ბოლოს ჩვენ ვიმარჯვეთ. პატრიოტი ვარ, შესაძლებლობის ფარგლებში და ვაფასებ ქვეყნის მიღწევებს. ნახატზე პირმშვენიერი, ღონი ერთად ცოტა კვადრატულ კუნთებიანი კაცი, ფაშისტურა არწივს ფეხქვეშ დელავს. უფრო მახსოვს ზედ რა ეხატა, ვიდრე ვხედავ. თუმცა წლების შემდეგ იმ გათეულ არწივს მეორე თავი მიახატა ზედ ვიღაცამ და ახლა ეგ მეორე თავი ყაჩანს გარკვევით, სხვა აღარაფერი. თავდაპირველი ჩანაფიქრით, სადარბაზოს კარის გაღებისთანავე ყველა შემოსვლას ეს გამოსახულება უნდა დაენახა.
მაგრამ მერე ყველაფერი გაცვდა და გაიცრიცა და ახლა მხოლოდ უნიათოდ შეფერადებული კედელი ჩანს. პირველ და მეორე სართულებს შორის შუა პლატფორმაზე შემოსასვლელი კარიდან ერთი სართულით ზემოთ, ისე რომ შემოსასვლელიდან არ ჩანდეს, მაგრამ კვადრატულ კუნთებიან კაც და გათელილ არწივს ზემოდან გადმოყურებდეს, კედელზე ცარცით, წყვილად წერია ერთადერთი სიტყვა: angst. მეზობლების ნაწილმა თქვა ინგლისური და შფოთვას ნიშნავს. სხვებმა გერმანული და შისო, მაგრამ ორივე შეთანხმდა, რომ აქ არაფერი ესაქმებოდა. მას შემდეგ სასწრაფოდ უპირებენ წაშლას, აგერ უკვე 10 წელია. გაჩნდა თუ არა მეორე დღესვე თქვეს, დავაყენოთ საშველიო, მაგრამ ჯერაც ადგილზეა. არც მეგონაც არც ამდენ ხანს თუძლებდა. ხელს არავინ კიდებს. ინიციატივა სახიფათო რამაა. სახიფათო აქ არავის არაფერი უყვარს. მაგრამ გოლდბერგის უცნაური მანქანის ნაწილად იქცა. კიბეზე ჩამოვალი ადამიანი ჯერ წარწერა შეეჩხება, რომელიც პირველი სართულისკენ გაისვრის, იქ არწივიან ნახატზე ასხლტება და კარიდან პირდაპირ გარეთ ვარდება. ზუსტად ამ წარწერის გვერდით მივდიოდი, სუნთქვა რომ გამიჭირდა. თითქოს ნაგვიანები ცნობა წამომეწია სხეულიდან, რომ წელში რაღაც მიჭერდა და ვეღარ ვსუნთქავდი. ჯერ გაჩერებასაც არ ვაპირებდი, გადამივლის მეთქი, მაგრამ ზუსტად ორნაბიჯში მომიწია კიბის მოაჯირზე ჩაბღაუჭება. კანზე ისეთი საზღარისი ცივი ვიგზენი, კისერზე ხელი გადავისვი. მომეჩვენა რომ რაღაც ძველი ჟანგიანი ჯაჭვი მქონდა ყელზე მოდებული და ის არ უშვებდა სხეულში ჰაერს. ცოტა ხანს ვცდილობდი პატარ-პატარა ჩასუნთქვებით მოებრუნებინა სული. მერე სხეულის შორეულ კიდეებში თრთოლვა დაიწყო. ნენელა ზემოთ ამოუყვა, ძარღვებში ამოძროდა მთლიანად ამიტანა. მოაჯირს ისევე ვღაუჭებოდი, ხელი გამითეთრდა. მეორეთი საკუთარ მუხლს ვეყრდნობოდი. გონება ამემყვრა. მთელი სხეული გამიხევდა და ციებიანივით მაკანკალებდა. ნაბიჯის გადადგმა ვცადე და მაშინვე გავჩერდი. რაღაც უხილავი ძალა მაწვა მხრებს და ყელზე მოდებული ჯაჭვის უმოწყალოდ მიჭერდა. ცხვირის წვერიდან ოფლის წვეთი მოწყდა და სადარბაზოს ფილას დაეცა. დაბუჟებულ სახეზე გაჭირებით ჩამოისვი ხელი და ხილის გული მთლიანად დამისველდა. ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექიას. დაბუჟების შეგრძნება მთელ სხეულში გაიფანტა და ნენელა შესუსტება დაიწყო. კანკალი ოდნავ ჩაცხრა. თუმცა საბოლოოდ მაინც ფეხის ხმამ გამომაფხიზლა. არ ვიცოდი ვინ მოდიოდა, მაგრამ ერთი მეზობელიც არ მეგულებოდა იმისთანა, ვისაც ვიფიქრებდი. კარგი, ამან სულად ყოფი ვნახოს, არაუშავს მეთქი. გაქვეებული სხეული ოდნავ მომირბილდა. კიდურებში კუნთები მოეშვა და გაუბედავი ნაბიჯი გადავდგი. ნაბიჯი მივაყოლე. ორი საფეხური რომ ჩავიარე, გავჩერდი. წამით საშინლად მომინდა, სახლში აუბრუნებულიყავი და მოწესრიგებულიყავი, მაგრამ მერე წელში გავსწორდი. წარწერას თვალი გაუსწორდა, უცებ ხელში ისევ წამიჭირა იმ ჟანგიანმა ჯაჭვმა. ზემოდანაც მეზობელი მოდიოდა. გასასვლელამდე და ორმომდე უნდა მიმეღწია. მერე ქუჩის დინება წამიღებდა. ვიფიქრე რაც იქნება, იქნება მეთქი და ისევ პირველი სართულისკენ წავედი, მაგრამ ნელა. ერთი საფეხური ერთ ჯერზე. ბოლომდე რო ჩავბობხდი, კარი გავაღე და ჩემი წარმოდგენილი სურათით ზუსტად დაემთხვა მარადიული ორმოს ნაცნობ მოხაზულობას. აქ არასდროს არაფერი იცვლება. ორმოს ფორმა თვალის ბადურაზე მაქვს მომწვარი. ჯერაც მაგანკალებდა, მაგრამ მომხდარზე მერეც ვინერვიულებდი. იმის იმედია მქონდა, რომ საქმეს მალე მოვამთავრებდი და დაბრუნებამდე მოვიდოდი უკან. რა თქმა უნდა, დაბრუნების მერე მოვრუნდი. ცოტა ხანს ვეწვალე საკეთს, მერე გასაღები მუჭში მოვიქციე, გარე მხარეს რომ მქონოდა წვეტი. მომუჭული ხელით სადარბაზოს კარი გამოვაღე, მეორე კი სახეზე ავიფარე. ორი წამის სრულ სიბნელეს უყურებდი. თვით დაწესებული სავალდებულო მღოდინის შემდეგ შიგნით შევედი და ზომიერად ღირსეული, მაგრამ საჭიროზე მეტად კვირცხლი ნაბიჯებით დავიძარი კიბეზე. სადარბაზოში განათება არაა, დაამტვრია ვიღაცამ. ვიღაცამ რა, ყველამ ვიცით ვინც. უკმაყოფილოებს ხვდებოდნენ ხოლმე კიბის ბაქანს და აქედან მიყავდათ. ოღონდ მაგ დიდი გამარჯვებისთვის ფრესკა არ მიუძღვნიათ. არც დიდი ჩეხვისთვის. სისხლს მეზობლები წმენდნენ მეორე დღეს. გარეთ გამოსასვლელად საჭირო სიმამაცეს რომ დაიბრუნებდნენ. სანამ სადარბაზოში ყვირილი ისმოდა, კარს არავინ აყებდა. ყველაზე საძაგიელსა და უსიამოვნოს, პირველ სართულს რომ გავწდი, შორიდან უკვე მესმოდა მუსიკის ჟღრიალა ხმა. ერთბაშად გამახსენდა იმ დილანდელი ამბავი. წარწერას გვერდს ვერ აუქცევდი, მაგრამ მისთვის არც შემიხედავს. ის მერე ბნელოდა მაინც ვერ გავარჩევდი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ავარიდე მზერა. და მაინც სადღაციდან ისევ მომესმა ჯაჭვის ჩხარუნი. ინსტინქტურად წავილა ყელზე ხელი. სულ ოდნავი გაჭირებით გადადიოდა ყელში ჰაერი. რაღაც მცირე დაბრკოლებას აწყდებოდა და თითქოს ადგილზე გუბდებოდა. თავს ზალა დავატანე, რომ არად ჩამეკდო და სიარულე გავაგრძელე. თანაც ზემოთა სართულიდანაც მესმოდა ვეღაცის სუნთქვა. ბნელ სადარბაზოში ყველა ჩქამს იჭერს ხოლმე ყური. ეჩვეანიან ნელა. აუჩქარებლად ავედი საფეხურებზე. სადარბაზოს პლატფორმაზე მეზობელი ქალი იდგა და კედელს უყურებდა ფართოდ გახეილი თვალებით. ერთ-ერთი ბინის კარი სულ ოდნავ იყო შეღებული და იქიდან სინათლის უწვრილესი ზოლი სადარბაზოს ბაქანზე გამოდიოდა. ქალი რაღაცას ფიქრობდა თავისთვის. მე კი ჩუმად სიარული მახასიათებს. ასე დავეჩვიე წლების განმავლობაში. ვერ შემამჩნია და ჯერ ვიფიქრე, ჩუმად ჩამევლო და არ დამეფრთხო. მაგრამ სიმრავლეში ასე ქურდივით მიბარული რომ შევემჩნიე, გაცილებით უხერხული იქნებოდა.
რაც შემეძლო, დაბალი და დინჯი ხმით მივესალმე. მაგრამ მისთვის მაინც მოლოდნელი გამოდგა და უნებურად ისე შეხტა, თითქოს დენმა დაარტყა. ორივე ხელით დაიფარა სახე, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მე ვიყავი. ვიღაც რიგითი მეზობელი. უხერხულად გაიცინა და მეც უხერხულადვე დაუბრუნე ღიმილი. ოღონდ არ ვიცი სიბნელეში თუ გაარჩია. დღისით ჩავშათოლეს ატარებდა ხოლმე, მაგრამ ახლა არ ეკეთა და ეგებ დაინახა კიდეც. მინდოდა მეკითხა როგორ ბრძანდების მეთქი, მაგრამ უაზრობათ მომეჩვენა და გზა გავაგრძელე. ჩემ სართულზე ავედი თუ არა, მაშინვე მივაკაკუნე კარზე. კედლიდან ჩემმა ორეულმა გაუმხედა. სადარბაზოში სარკია, რომელიც დიდად არ მიყვარს, მაგრამ ლოდინის დროს მაინც მიწევს მის წინ დგომა. საბედნიეროდ, კარი მალევე გაიღო. ვიფიქრე, ნეტავ მუსიკასაც ასე მალე ეშველებოდეს მეთქი. ჩემ სართულზე ერთი ხანდაზმული კაცი ცხოვრობს. ღამღამობით მუსიკის ჩართვა უყვარს, ალბათ ვერ იძინებს. რაღაც საშინელი ფირსაკრავი აქვს, აუტანლად ჟღრიალებს და წრიპინებს. მაგ კაცმა გადმოგდო მეც და მგონი ნახევარ სამეზობლოსაც უძილობა. კი უწვალოთ, მაგრამ რა ვქნათ? მოხუცი კაცია, დამსახურებული სამოქალაქო ოფიცერი და არ ღირს უსიამოვნებად. ფიქრებში ბევრჯერ დამილაგებია სათქმელი. სადარბაზოში ჩემხვედრია, მაგრამ ვერასდროს უთხარი. სულ ფორმითაა და თავაზიანობა მძლეობს ხოლმე. დედა ჩემიც ამბობს, არაფერი უთხრაო. მეორე დილით სადარბაზოში რომ გამოვედი, ზედა მეზობელთან ყვირილი უკვე კარგახნის შეწყვეტილი იყო. სადარბაზოში ისე ხმამაღლა არის მის ხოლმე, როგორც ჩემს ოთახში და შეიძლება დანარჩენმა მეზობლებმა არც არაფერი იცოდნენ. სწრაფად ჩაუყევი კიბეს. რაც ნაკლები ადამიანი შეამჩნევდა, მით უკეთესი. მაგრამ მხოლოდ სანახევროდ გამიმართლა. ნახევარმა ადამიანმა დამინახა. ჩემ ზემოთ მცხოვრები ბებერი კაცი შემხვდა კიბეზე. ისეთი დაჩაჩანაკებულია, სიტყვა მოხუც ვერ ვამბობ, ბებერი მიწევს ხოლმე. ნახევარი გონება ღრუბლებში აქვს გაფრენილი. დილავით ამ კაცის გამო მაგვიძებს ზედა სართულიდან ყვირილი. თავიდან ძალიანაც ბრაზობდი, მაგრამ ახლა მიჭირს ვინმე გავამტყუნო. მოხუც მიმხედავი უნდა, მიმხედავს სიმშვიდე, მაგრამ კაცი შვილი არაა, არც მშველელი, არც დამხმარე და მთელ ქვეყანაში ძეხორციელს არ აინტერესებს ამ ბებრის ბედი. იმ ბინაში მცხოვრები მეორე კაცის გარდა, მაგრამ იმასაც არ აინტერესებს, შეიძლება სხვებზე მეტათაც. ოღონდ სხვა გზა არ აქვს. მთელი დახმარება შეცოდებით შემოიფარგლება. ბებერი კი სადარბაზოს ბაც სინათლეში მოჭუტული თვალებით მიყურებდა. ოღონდ დიდად ვერაფერს აღიქვამდა. რაც შემეძლო რბილად და მშრალად მივესალმე. თავი ააკანტურა, ოღონდ არ ვიცოდი, სალამის დაბრუნებას ცდილობდა თუ უნებლიე მოძრაობები იყო. გვერდი აუვარი და გზა გავაგრძელე. ეს მომენტი არ მიყვარდა, თითქოს ქუჩაში ნაპოვნი ლეკვი ქუჩაშივე დავტოვე. შევატოვე თავის ბედს, თავის ძმის სადარბაზად მივაგდე. მაგრამ მე რა შემეძლო? არაფერიც არ შემეძლო. დასახმარებლად რამე უნდა არსებულიყო, სადმე, მაგრამ არ არსებობდა და თებს მარტო ვერ ვდგამდი. მე რაც შემეხება საჩხურად მივდიოდი. არც ახალი იყო რამე, არც უცნაური. რამდენიმე მიზეზი მქონდა. ერთი მხრივ კაცმა მუშტები არ უნდა იქნიო. მაგრამ როცა მეორე მხარე სიტყვასაც არ გისმენს, ყველა არგუმენტს ყურიდან ყურში ატარებს და უბრალოდ გეთავხედება და თან ისეთი არავინ არსებობს, ვინც დავას ადამიანად მოაგვარებდა. სხვა რა გაგზარჩება? თანაც არ ვიცი, სწორად როგორ თქვა, მაგრამ რაღაცნაირად ჭირდება ხოლმე. ფიზიკურადაც და მენტალურადაც. რაც ემის რომ ვიყო, სახში დაბრუნებული თავს უკეთ ვგრძნობ. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ჩხუბი დღის განმავლობაში გვიწევს. ღამით პოლიციის გამოვარყერს. კონკრეტულად ჩხუბში არაა საქმე, უბრალოდ ღამით განსაკუთრებით დაგეშილები არიან და დაბნელების შემდეგ ქუჩაშიც რომ გაგაჩერონ შარია. ამიტომ დღისით გვიწევს. როდესაც ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ერთხელ სახში რომ მივედი ნაცემი და გაბრაზდნენ, მაშინ ვახსენე ეს ჩხუბები, როგორ მშველოდა და უარესად შემდგნენ. შტერი ხარო, არაფერი შენ არ იციო, გამოუცდელი ხარო, 22 წლის ხარო. მე მგონი ეგ არაფერს ნიშნავს. მე 22 წლის აქ ვარ, სადმე კარგ დათალაგებულ ქვეყანაში კი არა. მაგალითად იმაში, ომი რომ მოუგეთ. და აქ რომ ვარ 22-ის, ესე იგი უკვე ყველაფერი მაქვს ნანახი. ყველაფერი ცუდი ოღონდ. და გამოცდილებაც წესით ეგრე გროვდება. ყველა ამას ეძახის გამოცდილებას. აბა პეპლებით და ყვავილებით მარტო პეპლების და ყვავილების გამოცდილება გროვდება და რაღაც არ ამგონია ჩემი ოჯახის წევრები ჰერბარიუმის შედგენას გულისხმობდნენ. უკვე მეორე სართულს უახლოვდებოდი, კიდევ ერთი მეზობელიც რომ შევხვდა და საერთოდ წამიხტა ხასიათი. მაინც და მაინც კარის მეზობელს გადავეყარე. ფორმა ეცვა, როგორც ყოველთვის. სახეს თვალი ავარდი და ხმადებლა მივესალმე. თუმცა რაღაცების სული იზიდავს ხოლმე მზერას. წელზე შებმული რევოლვერის ბუდე და რუხი ლითონი. ჭაობისფერ ფორმაზე კონტრასტულად მჭახე სიმბოლო და მხრებზე ეპოლეტები. სამხარეზე მოკლედ და საქმიანად დაწერილი KGB. გონებაში მრავალჯერ მქონდა გადათამაშებული ხალისიანი მისამება და შემდეგ საზღვათა შორისოდ მუსიკის ხსენება, მაგრამ ვიგრძენი როგორ მიშრებოდა ყელი. არ ვიცოდი ჩემი გადაწყვეტილება და თვითგადარჩენის ინსტინქტი ეჯახებოდნენ ერთმანეთს, თუ ამ კაცს ჰქონდა განსაკუთრებული უნარები, მაგრამ სულ ერთ წამში გადავინაცვლე ცხადიდან სიზმარში. ბოლოს ჩემ თავს უთხარი, კარგი, იყოს, სხვა დროს ვეტყვი. დღეს საქმე მაქვს და მაინც და მაინც ახლა არაა საჭირო მეთქი, მაგრამ დაძაბულობა მაინც არ მომეშვა. ბოლოს ისე დავმძიმდი, ადგილზე გავხევდი. გამაშეშებელი აურა ერტყა გარს და რომ გაივლიდა, მე აღვიდგენდი საკუთარ თავს.
იმანაც გაიარა, ყურადღებაც არ მოუქცევია და თვალს მიეფარა. მერე გამოვიოხრე და ვიფიქრე. ეს მუსიკა არც ისეთი ცუდია, რა მოხდა მეთქი. თანაც ბოღუცის მიმართ თავაზიანობა, მეზობლის პატივისცემა. მერე მეორემდეც ჩავაღწია და ბნელ სადარბაზოში მოქნეული ხელკეტივით შემეფეთა ინგლისურ-გერმანული წარწერა კედელზე. ამჯერად უფრო მიიქცია ყურადღება ვიდრე წინაზე. და სანამ რამეს მივხვდებოდი, ჯაჭვის ჩხარონიც ვიგრძენი ყელზე. აღარ მიბრძოლია. კარის მეზობელთან შეხვედრით უკვე არაქად გამოცვლილი ვიყავი. ამიტომ ჰაერის უკმარისობა რომ ვიგრძენი, უბრალოდ საფეხურზე ჩამოვჯექი. ასე ჩამომჟარს და მიმართა მთელი შეტევა. შეძლების დაგარვათ მშვიდად ვიჯექი, სანამ უფლი მასხამდა, კანკალებდი და მთელი სხეულით ბუჯდებოდი. თვრალი რომ ცდილობს საკუთარ აჯანყებულ სხეულს დაელაპარაკოს და ცუდად არ ყოფნაზე დაიყოლიოს, ასე ვიჯექი 2 წუთი და ხრჩობა რომ მორჩა, მე რაღაც ამობობხდი ფეხზე. კარისკენ გზა უკვე ლას-ლასით გავაგრძელე. ჯერ სახლიდანაც არ ვიყავი გასული. უბრალოდ კიბე ჩავიარე და უკვე აღარ შემეძლო. ჭყობი კი არა, აღარაფრის თავი აღარ მქონდა. სხვაგან ამდენ სტრესს ალბათ მთელი დღის განმავლობაში არ იღებენ. ლიფტი რომ მქონოდა, თელ ამ თავგადასავლებს ხო არიდებდი თავს. სადარბაზო იძულებითად ერთიანი სივრცეა. გვერდს ვერავის აუქცევ. აულა-ჩამოვლაზე გიწევს სხვებთან შეხვედრა. ვითომ ერთიანი სივრცეა და მეგობრული, მაგრამ სინამდვილეში ნაძალადევი, ყალბი, კიბის მიღმა სხვა გზა არ გვაქვს. ამ კიბეზე ვართ შეჭყრეტილი მთელი სადარბაზო და გვერდს ვერ უქცევთ ერთმანეთს. სახეში უნდა მივაფეთოთ ხოლმე მთელი ჩვენი პიროვნება. მაგრამ მე ვხვდები, რომ საქმე არც სადარბაზოშია, არც კიბეში და არც ლიფტში, არამედ საერთოდ ყველაფერში ერთად. ლიფტი რომ იყოს, იქ შესვლის დროსაც, იმ ვიწრო კოლოფში სხვებთან ცოტა ხნით დარჩენის დროსაც ხომ შემეკრებოდა სუნთქვა. ესე იგი რაღაც სხვაშია საქმე. ასეც და ისეც ლიფტი არ არის. ჯამწყდარია. წლების წინ ჩავარდა. მე ერთხელ ბავშვი ჩავარდა შეგინდ და მოკვდა. პოლიციიდან მოვიდნენ და ლიფტის კარს ლენტი დააკრეს, რომელიც 3 დღის მერე აწვრა. დედამის განცხადების დაწერა უნდოდა, მაგრამ შეიძლებოდა მეორე შვილზე ჩამოერთმიათ დედობის უფლება. ამიტომ აღარ გარისკა და ის მეორე ჯერაც ცოცხალი ბავშვი შეერჩინა. ჭკვიანი ქალიაო, ასე თქვეს. პრაგმატულიო. სადარბაზოში შემოსვლამდე ჯერ გასაღები მოიქცე მუჩი. მერე მაჯას სახესთან ავწიე. იდაყვი წინ გავიშვირე და კარი გავაღე. მოლოდინი ძალიან მურტალი შეგრძნებაა. შემოფეთებას რომელი? ოღონდ იმ შემოფეთებას არა ძველ ფილმში რომაა. საერთოდ, ეგ შეიძლება შიშის ყველაზე საძაგელი სახე იყოს. მოლოდინი და მერე მოლოდინის გამართლება. რეალიზებული შიში. მაგის მეტი რამ ინახავს. გამომიცდია კიდეც. იმ წამსაც ვგრძნობდი. ჩაბნელებულ სადარბაზოში ისევ წავწერის გვერდით მიწევდა ავლა. კარგად არ მისმის, ასეთი რაძელა ჰქონდა კედელზე ცარცით მიჩხაპნულ რამდენიმე სიმბოლოს, მაგრამ მათ გახსენებაზე უსიამოვნოდ შევიშმუშნე. ასე მეგონა რომ წარწერაც გზნობდა ჩემს დაბრუნებას და ჩემს მიახლოებას ელოდა. პირველი სართულის პლატფორმაზე ავედი, მერე კიბეს ავხედე, რომლის ბოლოსაც სიბნელეში ჩაძირული წარწერა მიცდიდა და საფეხურზე ჩამოჯექი დასასვენებლად. მარტოობით განცხრომა სულ 2 წუთით დამცალდა. მერე ქვემოთ ჩხაკუნი გაისმა. ვიღაც შემოვიდა სადარბაზოში. ტელეფონი გავარდღვიალე, სიბნელეში შემთხვევით მინერომა შემეშინებინა. სამაგიეროდ ახლა მე აღარ მსიამოვნებდა სიბნელე, რადგან სინათლის გამო ვეღარაფერს ხედავდი. მეზობელი გოგო აღმოჩნდა, ასეთ 16-17 წლის. ჩემს ქვემოთ ცხოვრობს. ალბათ შეაგვიანა და ამიტომ ბრუნდებოდა შინ სიბნელეში. ოღონდ სიჩქარე დიდად არ ეტყობოდა. დავინახე, რომ შემინიშნა და თავის დაგვრით მივესალმე. სულ 1 წამით სადაც ძალდატანებული ღემილი, მაგრამ მერე მაინც თვალი ამარიდა. ძელი ქურთუკი უფრო მჭიდროდ შემოიხვია სხეულზე. თავი დახარა და სწრაფად განაგზო გზა. სულ ასე იქცევა. თელ სადარბაზოში ყველაზე უთქმელი ადამიანია. ჩემ ქვემოთ ცხოვრობს, მამასთან, ბაბუასთან და ბიძასთან ერთად. დავიცადე, სანამ სახში არ ვიდოდა და ფეხის ხმა მიწნარდებოდა. არ მინდოდა უგან გავყოლოდა და შემეშინებინა. ისედაც არის ცხოვრება იოლი. მეც ვყავ შეყვარებული. ოღონდ სტუმრად არასდროს მოდის. გაგებიშნიკი მეზობელი მყავს და შარს ვერ იდებით. წარწერასთან არ მისვლის, ჩემმა ბოლო საბაბმა კარი ზურგზუკა რომ მიიხურა, მერეღა დავიწყე უხალისო და არც თუ ტრიუმფალური სვლა სახლისკენ. წარწერას რომ ჩაუვარე, ავად გაიჩხრიელა ჯაჭვმა. ჯიუტად გავაგზელე გზა. მეორე სართულის უჯრედზე ავედი. წარწერა უკვე უკან მყავდა მოტოვებული და მხოლოდ წინ ვიხედებოდი. ანგსტმა გამატარა. არ დამახჭო და ახლა მიდოდა შინას დროულად მიმეღწია. ჩემ სართულზე სარკე აღარ მრჩებოდა. ამ დროს ვკიდე თვალი უკანა ეზოს ავტოსადგომზე ვიღაცის ფრთხილ შემპარა მოძრაობებს. ავტოსადგომზე დაძერწის ბნელი ფიგურა. კაპუშონიანი და შემპარავი. ეგ კინათურები აღარაა და უცნობის სხეულის ფრთხილ მოძრაობებს მხოლოდ მე ვარჩევ. სადარბაზოს უჯრედზე ვჩერდები და გაფაციცებული ვუყურებ. რაღაცით მიზიდავს. ინსტინქტურად ვიცი, რომ ეს ფიგურა, ეს კაპუშონიანი სხეული რაღაც აკრძალულის გაკეთებას აპირებს, მაგრამ არ ვიცი რის, ან რატომ. თუმცა თავად ეს აზრი, ეს გრძნობა ჩემს ტვინს ისე ითრევს, როგორც ფარვანას ცეცხლის ბრიალი. ოღონდ მე ზუსტად იმიტომაც მითრევს, რომ საქიფათოა და მწველია და სადღესდან მართლა უგრძნობ დამწვრის სუნს, რომელიც ადგილზე მაშიშებს. ვუყურებ ავტოსადგომის კიდესთან როგორ დგას და ჩანთაში გეგება. მინდა ოდნავ წინ წავიწიო და უკეთ დავინახო.
მაგრამ ყელზე მოგდებული ჯაჭვი მაჩერებს. ხოლო დგომას მაიძულებს. ყელში არ მიჭერს, მოშვებულია, არც ოფლიმდის და არც კანკალებ. სრულიად უძრავად დგავარ, ნელა და თანაბრად სუნთქავ, რომ არ შემნიშნოს და არ დაფრთხეს. ჭირდება გავიგო რა უნდა გააკეთოს, რა უნდა გააფუჭოს, როგორ უნდა გააფუჭოს. ჭირდება ვნახო რომ რაღაცას აშავებს. ვიცი რომ ეს ფიგურა ჩანთაში რომ იკეკება, პალე ხელს მოიქნევს და რაღაცას დააზიანებს. კაპიშონიანი ფიგურა ჩემი ფანჯრისკენ ტრიალდება. სუნთქვასაც კი წვეთ. ყვითელი ოლვა წამითანათებს ყველაფერს. პატარა ცეცხლი ინთება და ამ ერთ გაკრთომაში ვხედავ ადამიანს. ჭაღარას, ნაცრის ფერწვერიანს, ნაოჭებიანს, დაღარულს. სხვა ვერაფერს, მათ შორის ვერც თვალებს, რომლებიც ჩრდილებიდან რაღაცას დაყურებენ. წამით მეჩვენება რომ ვიცნობ. სადღაც მინახავს. ამასობაში მინავრებული ცეცხლი კვლავ წამოძლიერდება. მოხუცი შებრუნდება და მოძრაობას იწყებს. ცეცხლი ხელით მიაქვს, პრომეთესავით. მანქანებს შორის მიძვრება. ციმციმა ნათელი მუჩში აქვს მოქცეული. ხუჯაცის ნათლები ყავს მომწყდეული, რომლებიც რაღაც გლუვ და ციმციმას ზედაპირზე ირეკლებიან. მოხუცი მიიპარება, ფრთხილად. ჩემგან ზურგითაა და ვერ ვხედავ, მაგრამ გძნობ თვალებს როგორ აცეცებს და უცებ გარდაქმნას იწყებს. სიბნელეში ახალი ჩრდილები ჩნდება. ფრთების, უზარმაზარი სხეულის, კერცლიანი კუდის. ჩემი სახლის უკანა ეზოში, ავტოსადგომზე, ნამდვილი დრაკონი მიათრევს დიდებულ სხეულს. ჯერაც სამიზნეს უახლოვდება. ერთ ვერცხლისფერ მანქანასთან მიდის. მდიდრულად მბზინავთან, შუშებ დაბურულთან. მერე კერცლით დაფარულ ხელს წევს, ზუსტად ისე, როგორც ველოდი, როგორც მეწარო მედგინა, მაგრამ ყოველგვარი პომპეზურობის გარშე სწრაფად დაიქნევს და მანქანას იმ ერთ ბუღუჯაცის სინათლებში აფრქვევს. ჭახეხმა სხეულში შუშის ნამტვრევებით მესობა. უნებრულად ხვდები. აქამდე ყველაფერი უხმო იყო. ახლა ბრახუნ და ძლიერი ლაწანი მესმის. ცეცხლი ჯერ ხმას არ გამოსცემს. მანქანაზე გადალეწილი ბოთლიდან გამომძვრალი ცისინათლების გუნდი ხარბად იშლება და ფართოვდება. წამში გამოერკვევა და მანქანას შემოეხვევა. დრაკონი ფრთების შეკეცვას იწყებს. მერე იღება მანქანის კარი. იქიდან ვიღაც ხდება. ის არაა დამალული, არც კაპიშონი აქვს, არც ჩილებში მიძვრება. პირიც კი სუფთად აქვს გაპარსული, მაგრამ წეღან ხომ იყო. ჩაბურულ მინებს მიღმა იჯდა, ჩასაფრებული. ესეც მეცნობა, ოღონდ არ ვიცი, აქვე მყავს სამეზობლოში ნანახი თუ მოხუცივით სადმე სხვაგან. მისი გამოჩინა იმდენად მოულოდნელია, გრძნობ, რომ მე და მოხუცი ერთნაირად ვართ დაბნეულები. ისიც შემცვარია მოვლენათა ასეთი განვითარებით, მაგრამ სწრაფად ვეიწყებს მოქმედებას. სანამ მანქანიდან ახალ გადმოხვდარი მყარად დადგება ორივე ფეხზე, მთელი სხეულით ეძგერება. უკან ცეცხლმოდებული მანქანაა. წინ ბრიალა ფონზე ლანდებად ქცეული ორი სხეული ერთმანეთს შეფია და ყველაფერი იმდენად გროტესკულად გავს ჩრდილების თეატრს, რეალურობის აღქმას ვკარგავ. მოხუცი ჩრდილი უცხოს მიასკდება და ალმოდებულ მანქანაზე მიახეთქებს. მერე წონესწორობა დაკარგულს სწრაფად დაახლოებს თავს მანქანაზევე. ერთხელ, ორჯერ და ძლიერი ბიძგით ზურგზე დასცემს. დრაკონის ჩრდილი გადაევლება დაგდებულ სხეულს. მთელი სიმძიმით დაშვებული ფეხის ქუსლის სახეს ჩაანგრევს. ძვლების ჭახანი მესმის. აქაც ორი დარტყმა ყოფნის და ყველაფერი მთავრდება. დრაკონი თავის მტერს გადათელავს. ყველაფერი ჯამში 10 წამიც არ გრძელდება. უცხო ძაფებ გადაჭრილი თოჯინასავით უშნოდ. არა გრაციოზულად გდია ასფალტზე. ხორცის მახინჯი ნაჭერი, ცარიელი გუნდა. მოხუცი ნაჭრის ჩანთიდან მეორე ბოლოს ამოაძვრენს. წინას იდენტური მოძრაობით დაიქნევს ხელს და ადამიანის სხეულიდან ამსხლტარი და გუდული ხმა მესმის. ციცინათელების გუნდი სწრაფად პოულობს ბენზინით გაჟღენთილ ახალ საკბილოს და მიწაზე გადმოხვდება მის ჩანსანთქმელად. ახლა მგონია რომ მოხუცი უნდა გაიქცეს. მთელი ტანით გრძნობა აუცილებლობას რომ სწრაფად შეძვერს ჩრდილებში და თვალს მიეფაროს. ამიტომ მოლოდინისა და რეალობის აცდენა ახლა შფოთვას მგრის, რადგან დრაკონი მშვიდად იკეცავს ფრთებს. თავისი ნამოქმედარის იკაროსული სხივებიდან ოდნავ იხევს უკან და ჩრდილში ირინდება. მერე ჯიბეში იქექება, კოლოფს იღებს, იქიდან კი სიგარეტის ღერს. წამით ვფიქრობ, რომ მანქანიდან ან გვამიდან გადაუკიდებს და წინასწარ არ მინდა ამის დანახვა, მაგრამ თავისივე ცეცხლს იყენებს. მერე აუჩქარებად ეწევა. დგას, დაშვებული მხრებით, დაშვებული ხელებით. მობრიალე ცეცხლს უყურებს, სანამ მანქანა ხმაურიანად იწვის. ხანდახან მესმის, ბორბალი როგორ სკდება, ან რომელიმე ფანჯარა იმტრევა სიცხისგან. მეჩვენება, რომ ჩემს კანზე გრძნობს იმხურვალეს და არ მესმის, მოხუცი როგორ ახერხებს ასე ახლოს იდგეს. მაგრამ ის დრაკონია. გადაწყვეტილება მიიღო და წამში იქცა მითიურ არსებად. ამიტომ ცეცხლში დგომა შეუძლია. სიგარეტი რომ ჩაიმფრფლება, ნამტვრს ცეცხლში აგდებს. კაპიშონს ისწორებს და ზადკითა და ზრიალით. ვება ქერცლიანი კუდის ქნევითა და მძლავრი ნაბიჯით მიიგრიხება შიდა ეზოში შემომავალი თაღისკენ. ცეცხლს როგორც კი გაშორდება, ღამე მზრუნულად ხვევს სიბნელის მოსასხამს და მოხუცი ნათურებ მოპარული ავტოსადგომის კიდეში უჩინარდება. წყდიადის ფარდის მიღმაღა მესმის, ტყავის უზარმაზარი ფრთების შხუილი და ჰაერის სისინი. დრაკონი გაფრინდა თუ არა,
ყელზე მოდებულმა ჯაჭვმა გამოფრთხილებლად გაიჩხარულა. კი ბესაუყევი. იმ კაცი ვით აუჩქრებლად ვერა, მაგრამ ორი საფეხურის არბენაც არ დამიწყია. სახლის კართან რომ ავედი, სარკეში საკუთარ თავს ჩავხედე და ჩემდა გასაკვირად ანარეკლმა მზერა დაემბრუნა. თავი არ ჩამიხრია, არც თვალი ამირიდებია. შევხედე, შემომხედა, რამდენიმე წამი ასე ვიდექით, მერე ბინაში შევედი. ღამით გამახსენდა უცხო, პირგაპარსული კაცი საიდანაც ვიცოდი. მოსამართლე იყო და ტელევიზორში ჩანდა ხოლმე, მაგრამ ავტოსადგომის მხარეს ფანჯრებს ახლოს არ გავკარები ვარ. კაპიშონიანი მოხუცის ვინაობა ვერც გავიხსენე და აღარც მიცდია. სადარბაზო თან ცოცხლობა და თან არა. ტრადიციული ჟღრიალა მუსიკა ჯერაც მესმოდა. ქვედაბინიდან ტრადიციული და გუდული ხმაური არა. დედასახლში დილით უწევდა ყვირილი. ამბავი თანატყდა და თან არც. ხმაური იყო, მაგრამ სადღაცა გარეთ. ყველა დაგკითხეს, მაგრამ უგულოდ. პოლიცია მხოლოდ მეორე დღეს მოვიდა და ეგეც კარგა გვიან. ეთყობა ყველა მიმდენი ხანი არის და დარეკვას თავი, იქ ზემოთ მთელი ღამე არაფერი იცოდნენ. ერთადერთხელ ატყდა სადარბაზოში ჩოჩქოლი. პოლიციელებს უნდათ რომ მერვე სართულიდან ერთი მეზობელი გადაეყვანათ განყოფილებაში დასაკითხად. თუმცა ეს მეზობელი ახალგაზრდა ქალი იყო და ოჯახი ძალიან აიჯაგრა. არ უნდათ გაეტანებინათ. ყველა სმენოდა ჭორები. სიცოცხლის აუტანელი ატმოსფერო ჩამოწვა. ჭორებია. შეიძლება ნამდვილი, შეიძლება ვიღაც ტრაბახობს. ამბები ძირითადად პოლიციელებისგან გამოდიოდა გარეთ. პოლიციელი ადამიანი არაა. დაკითხვაზე გადაყვანილ ქალებს რაც შეეხება, ქალები მაგ ამბებს არ ყვებიან. მათთვის აზრი არ აქვს. ამიტომ კაცმა არ იცის სინამდვილეში რა ხდება. ბოლოს არ ვიცი როგორ მორიგდნენ. შეიძლება რამე აჩუქეს სახელიდან და პოლიციელებიც სათითაოდ გამოლაგდნენ სადარბაზოში. მეც დამკითხეს და არაფერი ვიცოდი. წინასწარ გამართლა დედაჩემმა, სისულელე არაფერი თქვა და უძრდილულად არ მიმართოო. იმ თაობის ქალია დიქტატურას რომ აიტანს, მაგრამ უწმაწურ სიტყვაზე ტუჩებში შემოსწრებს ადამიანს. გამხდარი, თაგვისფერთმიანი, ჩამქრალ თვალება. წლობს მხოლოდ აწყოში იცხოვროს. ერთი ნაბიჯი, შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი, ცოცხის გამოსმა, კიდევ ერთი გარეცხილი თებში. ალბათ 20 წლის წინ უნდა მენახა მისი თვალები. თავაზიანი პოლიციელი შემხვდა, სასიამოვნო მანერებით. შემოსვლისას დედაჩემის ხატების დანახვაზე პირჯვარი გადაიწერა. მერე მე მკითხა რაღაცეები. თავად დაიწყო. ალბათ შენ არც არაფერი დაგინახავს, მაგრამ ხომ გესმის, ყველაფერი იცის, პატარა ქალაქიაო. ახლა ამბებს როგორ იგებო? კორპუსში ყველაზე დაკვირვებული ვინაო? დღის განმავლობაში რა საქმიანობ ხოლმეო? ბოლოს სანამ წავიდო და ოჯახში როგორ ხართო? ხომ არაფერი გიჭირთო? ახვარე იყო და არაკაცი. ვერ ხვდები როგორ ხერხდება, რომ კაც ქრისტიანი ერქვას. ათიდან არც ერთ ცნებას არ არღვევდეს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც არაკაცი იყოს და ჩაქუჩიცაცემი. გამოდის მაინც შესაძლებელია, როგორღაც მოიგრიხო, ყველაფერს მოედო და 10 ცნებაში გაძრე. ამიტომ მე ასე მგონია, რომ მოსეს ჩამოტანილ მეორე ფილას ქვემოდან პატარა ზოლი მოემტრა, სადაც წვრილი შრიფტით ეწერა მე-11 ცნება. მე-11 რომ უნდა ყოფილიყო, ძალიან სიმბოლურია, რადგანაც მე-11 და სულ ბოლო მეკარე გამოდის. და ზუსტად მეკარე მცნება უნდა ყოფილიყო, რომ თუ დანარჩენ 10-ში რაიმე გაძვრებოდა, იმ ცნებას დაეჭირა. ეს მცნება ჟანრის კანონით, სტილისტურად მე-6, მე-7 და მე-8 მცნებების მსგავსი უნდა ყოფილიყო. ანუ რაც შეიძლება მკაფიო და მარტივი. ცნება მე-11. არა იტრაკო. და არა იტრაკო ისეთია, ვერავინ რომ ვერც გაძვრება და ვერც გადაახტება, რადგანაც ზუსტად მაგ გაძრომა გადახტომა შეეხება. ისეთნაირად მითხრა მკაცმა, ყველაფერი იცის პატარა ქალაქიაო, ვეღარაფრით მოვისვენე. შესასვლელში ვიჯექი და გარედან ხმას თუ გავიგებდი, სამზერში ვიხედებოდი. გასვლით ფეხი არ გამიდგამს. ყველაზე მეტად რამაც ამამღვრია, ზედა მეზობელი იყო. დილით ყვირილი არ ყოფილა, ეთყობა პოლიციის შეენშინდათ, მაგრამ ის მოხუცი კაცი მაინც გამობანცალდა გარეთ. ალბათ გამოიპარა, თორე ძმა არაფრით გამოუშვებდა. ეთყობა ჩემს სართულზე რომ ჩამოიარა, პოლიციელებს შეხვდა და ვერ გაიგო რა ხდებოდა. მე სამზერს უკვე ყვირილის გაგების შემდეგ ვეცი. მოხუცის სადარბაზოს ფილაზე იყო ჩაკეცილი. ორივე ხელი თავზე წაევლო. არ დამარტყა, იმეორებდა გაუჩრებლად. არ დამარტყა, ჩემი ძმა მცემს ხოლმე. აშკარად დავად იყო და ზედმეტად ბებერი. გონი საერთოდ არ ესმოდა მის თავს რა ხდებოდა. პოლიციელი ორიოდ ნაბიჯის დაშორებით იდგა, ზიზღიანი სახით. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ საერთოდ დაარტყა. მოხდი წაქცელოს არ გავდა. ხანდახან ნერწყვი გადმოდის ხოლმე და შეიძლება პოლიციელმა ხელი მოუღერა ან მოუქნია. ალბათ ადამიანს ვერ აღიქვამდა, რაც ძალიან სიმბოლურია. პოლიციელი ადამიანი არ არის. პოლიციელი მალევე წავიდა. მოხუცი ცოტა ხანში ადგა. არავის არ გამოუხედავს. არა, ეგრე არა. არავის არ გაგვიხედავს. არც დავხმარები ვართ. მე იმას ვფიქრობდი, ნეტავს ხვებით თუ ჩემსავით სივდებიან მეთქი გულზე. სხვა თუ არაფერი, ეს კაცი დიდი ჩეხვის შემდეგ წაიყვანეს და ასეთი დააბრუნეს, დაბერებული და გატეხილი. ამიტომ მისივდებოდა გული და კბილებს მთელი ზალით ვაჭერდი ერთმანეთს. წინა დღით ნანახმა რაღაც შემოაბრუნა სარკისებურად. თითქოს სახლის კართან დაკიდებულ სარკეში შევწვერი. იქ მყოფი გარე გამოვიდა და მე გახდა. ნერვები აღარ მყოფნიდა. კიბეზე ჩამოვა პოლიციას რო უყურებდი, ხელები დამებერა სისხლით.
კარი არ გამიღია, რა თქმა უნდა. მე ის არ მესმის, რომ თუ ყველას იცნობს, ყველას მისამართი იცის, როგორ შეიძლება ქალაქში ამდენი საძაგლობა ხდებოდეს, ამდენი საზიზღრობა, ამდენი უნამოსობა და აბკაცობა, დაუფარავი სახეებით, დაუფარავი სახელებით და მე ეს ხალხი თავისუფლად დადიოდეს და არც თუ ურიგოდ აგრძელებდეს ცხოვრებას. ხანდახან მხოლოდ უთიფრობაც კი გააოგნებს ადამიანს. და ზედმეტად ბევრი უკეთურება ხომ არ ხდება იმ ქალაქის კვალობაზე, სადაც ყველას იცნობს და ყველას მისამართი იცის. ან ეგ ცოდნა მხოლოდ ცოდნას ნიშნავს და მეც არაფერს. მაგრამ თუ ცოდნა მხოლოდ ცოდნაა, მაშინ 10 მცნებაც უბრალოდ სარეკომენდაციო სია გამოდის. ძალიან დიდი მოხერხება უნდა შენგან, რომ აგური შეგალეწო სახეში და მაინც მე დავრჩე მართალი. საღამომდე ვეღარ გავბედე სახლიდან გასვლა. ყველა პოლიციელომ დიდი ხნის წასული იყო, მე რეღა გავედი. იმითაც კი ამაყი ვიყავი, პირველი რომ გამოვედი. მერე ზუსტად მაგის სიამაყის გამო სასიზღრად შემწვა. რა მნიშვნელობა აქვს თუ ცხრებს შორის ყველაზე მომაცი ცხვარი ხარ? რა სულის შენი სიმამაცე? არდა მართლაც ცხრები ვართ. მოგვიქნევენ, დაგვარტყამენ, ცოტა ხანს ვიბღავლებთ და ამაში ვიპოვებთ შვებას. მერე ესე ვატყდება ხელახლა ბღავილი. და რა იცვლება ამ ბღავილით სანამ წემსი კარგადაა? ერთხელ უნდა წააქციო, რომ მერე 1000-მად შლიქმა გადათელოს. თუმცა ამის ნასვად ყველა სხვადასხვა მხარეს გარბის. რა უნდა ქნას მარტო კაცმა? უმიზნოდ, ნენელა ჩავედი კიბეზე. გარეთ საქმე არ მქონდა, მაგრამ ამ ჩავლით თითქოს ტერიტორიას ვიბრუნებდი. ღისით სადარბაზოს სხვამ შეავსო, უცხომ, გარემ და რაც მთავარია, უწმინდურმა. მე ერთ-ერთ მომდენო მოსახვეში შევბრუნდი და პირდაპირ შევეფეთე წარწერას. Angst. მაშინ ვერნერი წამიხდა. არც ჩხარუნე გამიგია, არც სუნთქვა შემიკრია, არც კედელს ჰქონდა თვალი, მაგრამ წარწერა მაინც ბრალდეველივით მიყურებდა. რაღაც სხვა მომეწალა ამ დროს, რაღაც ჩემი საპირისპირო და ცოტა მხეცური. დიდხანს ვიდექი, ვუყურებდი და ამ ახალს ცხოველურ ინსტინქტს ჩემში მოგროვებას ვაცდიდი. უცებ მინდება რომ ამ კიბიდან დავექანო. რაც შეიძლება მეტი სიჩქარე აუკრიფო. ისე, რომ წამით არ მივცე ჩემ კუნთეს შენელების უფლება და პირდაპირ საპირისპირო კედელს შევენკრე. ისე შეველეწო, ძვალი აღარ დამჩეს სხეულში მთელი. სველლაკად შევრჩე კედელზე, სადმე წარწერის გვერდით. ყველაზე ძალადობრივი, ყველაზე ბრუტალური სუიციდი მოვაწყო. შემოძალებულ, მომხეცებულ ძალებს ამ გზით მივცე გამოსავალი. რაღაც დავლეწო, შეუმუსრო, იდეალური, სამაგალითო, საეტალონო დესტრუქცია შევქმნა. მე ვხვდები, რომ სინამდვილეში ძალისგან ეგრე დაცლა სულაც არ მინდა. მე რატომ შევასკდე კედელს? მე რატომ დავიწვა თავი? როცა ვინც ამ ყველაფერს დასაბამი მისცა, ის ცოცხალია, ის კარგათაა, იმას ულხინს, ის ცხოვრებით დგება. იმათი ძულები დალეწე, ვის მომყესებაც მისცა დასაბამი. უხმო დამობრუნდი სახლში. სარკე გაბზარული დამხვდა. ალბათ სხვას არავის დაუნახავს, რა დაემართა. მე დავინახე, პოლიციელმა ჩააზილა. საბედნიეროდ მთელი ზურგით იყო დაწევებული, რომ ვერავის მოეპარა. ამიტომ ნაწილობად კი არ დაიბშნა, ერთმა დიდმა ბზარმა ორად გაყო. იმ ბზარს დავხედე თუ არა რაღაც მომაგონდა და ფორმამაც მაშინვე წამოიღო შინაარსი. ქუჩის ბზარი ამახსენდა. საერთო წნეხი ყველაფერს ერთმანეთს ამგვანებს. თუმცა გამოსახულებაც გაიყო და ახლა უკვე ორი ვიყავი. სადარბაზოც ორი იყო. ოღონდ ასე მეჩვენებოდა, რომ ეს ორი ერთმანეთს ვერ ეწყობოდა. დილით ტრადიციულად ყვირილმა გამაღვიძა. თითოეული შეყვერება თითქოს ლურსმანი იყო, რომელიც ტვინში მერჭობოდა. შხამის წვეთი, რომელიც არსებობას მიწამლავდა და უკვე წლების განმავლობაში ერთად გროვდებოდა ფიელაში. თან ისიც არ ვიცოდი, ვის მხარეს დამდგარიყავი, ვინ იყო უფრო ცოდო. ორნი იყვნენ ერთმანეთის იმედად და კაციშვილი არ ყავდათ გარედან მშველი. ერთს აღარაფერი ესმოდა, მეორეს ცხოვრება უნდა და მოთმინება აღარ ყოფნიდა. იმისი ფიელაც გაივსო. რატო არ კვდები? ისმოდა ზემოდან ყვირილი. რატო არ კვდები? და როგორც კი აღშფოთების ალი მომედო, მაშინვე მოყვა უფრო ხმადაბალი, სასოწარკვეთილი და გასავათებული ფრაზა. ფუ რა უყვა ამას? ფუ რა საზიზღრობაა? არ დამარტყა, იმეორებდა ბებერი კაცი გაგუჩრებლად. არ დამარტყა, ჩემი ძმა მცემს ხოლმე. ერთის პიალა, მეორის პიალა, შენ კი იმისი ძულები დალეწე. საღამოს უკვე ყველაფერი სულ ერთი გახდა. ჩაბნერებულ სადარბაზოში ვდგავარ, გადაცრეცილი ნახატის გვერდით, პატარა დერეფანში. ქვემოდან ავხედავ ხოლმე წარწერიან კედელს, რომელიც არ ჩანს. უბრალოდ ვიცი რომ ადგილზეა. თავიდან მინდოდა მთვრალად მომეჩვენებინა გამრავლების თავი, მაგრამ საჭირო არა, ვერავინ მხედავს. ხანდახან ადამიანმა უბრალოდ სხვა თვალით უნდა შეხედო ყველაფერს და მაშინვე დაინახავ, რამდენი სახიფათო ნივთით ხარ გარშემორტყმული. ყველაფერს შეგიძლია მოუზრმო გამოყენება, ყველაფერს. თავი ზღვარს მიღმაყოფნაა. შემდგარ გასაკვირად არ ნერვიულობ. იმდენადელივით ვარ, საჩხუბრად რომ მივდიოდი. მეორე მხარეს რომ არ ესმოდა არაფერი და ცემატყების გარდა სხვა სალაპარაკო გზა აღარ დატოვა. მერე ვინერვიულებ, მერე იცოცხლე. ჯერ მშვიდად ვარ. შვიდად და ცოტა არ იყოს
ფილოსოფიურადაც. ვიღაცას 1-20 წლის წინ იმის ნახევარი საქმე რომ გაეკეთებინა, რასაც მე ვაპირებ, ახლა აქ არ ვიქნებოდი. საერთოდაც ახლა მარტო არ უნდა ვიდგე. რომ დაფიქრდები, ხალხს რამდენი შეუძლია, ადამიანებს რამდენი შეუძლიათ, მარტო არ უნდა ვიყო. ყველა წათამამებული და თავსმომჯდარი სინამდვილეში ნებისმიერი ზღვარს მიღმამყოფი მიმტანის ერთი ხელის მოქნევითაა დაშორებული სამართლიანობის აღდგენას. მაგრამ ძალიან არ გვინდა ხოლმე და ხანდახან ადამიანობა გყუპავს. ხან კი სასოწარკვეთა და ყოვლის მომცველი გასავათება. ოღონდ თოფიანი კაცი როცა ხარ, მხოლოდ სროლა კი არა, არ სროლად შენი პასუხისმგებლობაა. ხო და ამიტომ არ მესმის, მარტო რატომ ვარ. მაგრამ ყველას, ვისაც ჩემ გვერდით დგომა ეკუთვნის, ჩემს გვერდით დგომას ვერ მოვთხოვ. ყველა რაღაცითაა წალეკილი, მეც. ცოცხალ მეგობრებს ყურადღებას ვერ ვაქცევთ. დაღუპულებია გამოსაგლოვი. აბა ვინ დავანამუსო, ვის მოვთხოვო? იმ კაცს, შვილები რომ შიმშილით უკვდება, იმ ქალს სახში რომ სცემენ, იმ მოხუც ძმა რომ სიკვდილს ანამუსებს თუ იმ გოგოს სახში რომ აუპატიურებენ. ყველას ეკუთვნის აქ დგომა, მაგრამ ხანდახან გზასხვების დანამუსებაზე არ გადის. ან რამდენი ხანი ვიცადო, კაცმა შენი საქმე შენთან უნდა გააკეთო. კაც თუ უმიზეზოდ ყველაფერს ართმევ, იმას მიზეზის გაჩენის როგორღა შეეშინდება, რაღა აქვს დასაკარგი. და თან რამდენი ასეთია საჭირო, რამდენი ასეთი გამწარებული, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას დადგეს. იქით ამ ხარეს უფრო ცოტანი არიან. ასე დროს პერსპექტივები იცვლება ხოლმე. იმას აღარ აქვს მნიშვნელობა, ვისი სიცოცხლე უფრო ღირებულია. მხოლოდ იმას, ვის მეტი ზიანი მოტანა შეუძლია პოტენციურად. ყველაფერი თავდაყირონ ამოტრიალდება, მერე მინუსებს ითვლი და არა პლუსებს. ნეტავ მეც თუ გადავიქცევი დრაკონად. სადარბაზოს კარი იღება. გახედვა არ მჭირდება, როგორც ხვდები რომ დროა. ჩემი სიმშვიდე ერთბაშად ქრება. ღელვას ვიწყებ. ოდნავ მიგანკალებს ხელები. ჩემი პატარა დიალოგივით ბევრჯერ დავგვიგმდა მოვამზადე, მაგრამ არასდროს შედგა. ახლა მთელი ქორეოგრაფია მაქვს თავში დაწყობილი, მაგრამ ზუსტად იგივე საძაგელ უღონობას გრძნობ. ზუსტად იმ სისუსტეს. შემიძლია აქ დავრჩე, ასევე და კაციშვილმა ვერ გაიგოს რას ვაპირებდი. მაგრამ ისიც შემიძლია მოძრაობა ერთიანად კი არა პატარ-პატარა ნაბიჯებით დავიწყო. ხრებით უხმოდ ვუბიძგებ კედელს და სხეულის მასით ფეხებს ვეყრდნობი. შემდეგ უხმოდ ქურდული ნაბიჯებით გადავდივარ სიარულზე. სამზრალოს დანის ტარისთვის მთელი ეს დრო არ გამიშვია ხელი. ძალიან ფრთხილად მარტებს ყოფნა. ვერ უნდა შემნიშნოს და ხმას ვერავინ გაიგოს. მეჩვენება რომ ჩემი სხეულის იწყებს გარდაქმნას. მიზნისკენ იწელება და წვრილდება. სიბნელეში მივსრიალებ. და უცებ საოცრად კარგია, რომ სადარბაზო ჩაბნელებულია. უცებ საოცრად კარგია, რომ დაბრუნების შემდეგ სიარულს ხალხი ერიდება. თუმცა მეორე მხრიდანაც მუშაობს ეს გარემო. თითქოს ყველაფერს სარკეში ვუყურებ და გამოსახულება შემოbrunებულია. თუმცა ჯუნგლებს რომ გააშენებ, იქ ყველა შეუძლია ნადირობა და როლებიც ძალიან პირობითია. იმისი ძვლები დალეწე, ვის მომყეცებაც მისცა და საბამი. და მეც ჩრდილა დავედევნები ეპოლეტებიან, გველისფერ ფორმას, კიბეზე რომ ადის მედიდურად. თავისი ხელშეუხებლობის აურით გარშემორტყმული, რომელიც ნისლივით აკრავს გარს და აბრმავებს. მეგონა რომ ამ დროს დამფრთხალი ვიქნებოდი და შეშინებული, მაგრამ პირიქით, ახლა უფრო მიზანდასახული ვარ. ის მოხუცი მახსენდება ავტოსადგომიდან. წარწერიდან მესმის ჯაჭვების ჩხარუნი. უკვე ინერცია მაქვს აკრეფილი. ფორმას მივყვები და მთლიანად ვიჟღინთები იმ აღქმით, იმ გაცნობიერებით, რომ ჩვეულებრივი ადამიანია. ოღონდ სხვებზე მეტად გამომპალი შიგნიდან. სხვებთან ალბათ დიდგულზეა, მაგრამ თავისიანებიდან რომ მოდის, მარტო რჩება და ყოველთვის ვერ დაიცავს თავისი რეჟიმი. იმიტომ რომ ახლა ერთი ხარ და მარტო ხარ და სულ ტყუილად გაქვს შენი ხელშეუხებლობის იმედი, ბიძია ჩემო. იმიტომ რომ სინამდვილეში სუსტი ხარ და უსუსური ხარ. მე კი ერთი რამ მაინტერესებს მხოლოდ. გიღირდა? რომ მიხვდები რა ხდება, მერეც თუ იტყვი რომ გიღირდა. ეხო მიწაშიც არავინ გაგაჩერებს, იმდენჯერ ამოგთხრიან კლავაც და კლავაც. ზუსტად წარწერის წინ ცალ ხელს ვტაცებ სარევოლვერე ხელზე და მეორეთი ზურგში ვუტყამ დანას. ტყუილად ვღელავ. რევოლვერი რაც კი ახსენდება, მაგრამ დარტყმა უცაძაგლესია. ერთი დაკვირით განგმირის ნასვლად, რომელიღაც ნეკნზე დასხლტება და ნასერი ჭრილობიდან უხალისოდ გამოასხამს სისხლი. მერე ხდება ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. პირს ახებს და ზაფრისა და მოლოდნობის საშინელ ყვირილს ამოუშვებს. ამით მგონია რომ ყველაფერი მორჩა. ერთი წამი ვდგავარ ასე, სახტად, ხელში უხერხულად შერჩენილი დანით და მერე ჩემი გულისცემა მესმის. სხვა არაფერი, მარტო გულისცემა და ჯაჭვების ჩხარონი. და მერე ერთიანად ხვდები რომ კაცი შვილი არ ცხოვრობს მთელ კორპუსში იმისთანა, ასეთი ყვირილის გაგების შემდეგ რომ კარს გააღებს და გარეთ გამოვა. ერთიც კი არავინ იქნება ვინც აღიარებს რომ რაიმე გაიგო და რომ სათამაშო მოედანი მთლიანად ჩემია. და მერე კიდევ რაღაცას ვიაზრებ. მაშინ ავტოსადგომთან მარტო არ ყოფილ ვარ. ახლა ხვდები რომ ის ამბავი ნახევარმა სადარბაზომ დაინახა. ამიტომ დანიან ხელს მუჭით ვიქნევ და გამეტებით ვუთხამ სახეში, რომელიც ნელა იფარება ქერცლით. ცხვირი ქრება და სახეში იკარგება. თითქოს რაღაცად უნდა გადაიქცეს. თითქოს ახლა უნდა იცვალოს ფორმა და ჯერ გველი მრჩება ხელში და სისინით ეცემა ზურგზე.
და მერე უზარმაზარი ტკიპა, მაგრამ ვერ ახერხებს, ვერ გარდაიქმნება, ვერ გადის მეტამორფოზად. თავის დამპალ უსახურთავად რჩება იმ პარაზიტად, რომელიც უკვე არის და ზურგზე დავარდნილი კროსუნებს. სახეზე იფარებს ხელს, ზუსტად ისე, როგორც მე ყოველდღე სადარბაზოში შემოსვლისას. მართლა სარკეში ვართ არეკლები. მის გაუმეტყველებას ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომ მისი მეტდურობის აურა ნაფლეთებათა აქცეული. ამრეზილი იერიც გამქრალია. წამოდგომას ცდილობს, მაგრამ ვიცი, რომ რევოლვერის ამოღება არ უნდა დავაცადო. საფეთქლებში ჩემს გულისცემას გრძნობ, ყელშიც. ტვინში ქრიალით მასხამს ადრენალინი. ხელები სისხლით მაქვს სავსე და დაბერილი. არაფერი ამ საქმეში რიტუალური, არც აღმატებული. ყოვლად ბანალური ბოროტებისთვის თავის წაწყვეტაა. გადმობრუნდება, წამოდგომას ცდილობს და ერთხელაც ვუტყავ ფეხს. მერე ვიხრები და დანას ვაბჯენ. არ მომიკლავს. არა ბატონო. დავკალი. რამდენიმე წუთი ვზივარ გვამის გვერდით და ვისვენებ. ჩემს გვერდით სარიელი ლეში გდია. უხმო. ოღონდ ამას ისედაც არ ქონდა ხმა. თავისით დათმო. მახინჯი, საძაგელი ლეში. ძაფებწაწრილი თოჯინასავით მიგდებული. დაბერებული, დამჭკნარი. შენ არ ხარ მეთქი, ვფიქრობ. შენ არ ახარ, ბიძა ჩემო. მე ვარ ვენახი. ოღონდ შენ ძალიან მოინდომე ფესვების გადგმა. ჯერ მინდა ბოლომდე ჩავიქნიო ხელი. ყველა გარეთ გამოვიყვანო და გვამივაჩვენო. ფოტო გადაუღო და საჯაროდ გამოფინო. მე მხრებს ვიჩეჩ. თუ ვერ დამიჭირეს, რა საჭიროა? თან ვიცი, რომ ახლა გარეთ არავინ გამოვა. პოლიცია რამდენიმე საათი არ გამოჩნდება. ხვალ დილითაც კი ყველა რაღაცას მოიმიზეზებს. პირველს რომ არ მოუწიოს პოლიციაში დარეკვა. ავადმყოფობას მოიმიზეზებენ და სამსახურში არ წავლენ, ოღონდ გარეთ არ გამოვიდნენ. შეიძლება თოკები მოაბან აივანს და ისე ჩავიდნენ მაღაზიაში. მერე ყველა დაგმობს ძალადობას და იტყვიან, რომ ასე არ შეიძლება და ალბათ არსებობდა სხვა გზაც. თუმცა ჩემთვის მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. დაკითხვები იქნება მეორედაც. იმ ქალს კიდევ თუ დაუპირეს წაყვანა, ოჯახმა უკვე იცის რაც უნდა ქნას. ჩემს წილ დაკითხვას ალბათ გაუძლებ. თუ ვერ მიპოვიან, რაიმე იქნება. თუ მიპოვიან და დანარჩენ დრაკონებთან ერთად ვიფრენ. ცეცხლის ნაპერწკლებს, სამართლიანობის პატარ-პატარა კერებს შევხედოთ ხოლმე ღამღამობით. მეორე დილით სიმშვიდეა. ჯეჯრობით არაფერი ხდება. სასაცილოა, თელ სადარბაზოში ალბათ ყველა მიცის უკვე და ვულკანის ამბურქებელს ველით. მაღაზიაში რომ ჩავედი, გვამს ზედ გადავაბიჯე. მერე გადმოვაბიჯე უკანა გზაზე. წარწერას ჩაუვარე და ჩემ თავს შევხედე სახლთან სარკეში. კარგად არ ვარ. აბა რანაირად ვიქნები? ამ ამბის ბოლო ბედნიერი როგორ უნდა იყოს? ალბათ რაღაც შეიცვლება. ყელში ჯაჭვი აღარ მიჭერს, მაგრამ მუდმივად, ფიზიკურად გრძნობ ის წარწერასა და ასე მგონია ჯაჭვი ჩემი ნაწილი გახდა და ახლა სულ იქნება სიტყვაზე მიბმული. თვითონ წარწერაც, ვითომ მიმქრალი და დროებითი სული არსებებს, სანამ საჭიროა. სულ მუდამ გაუქრობლად იქნება კედელზე და ჯაჭვის ბოლოებს მოჭიმავს, როცა საჭირო გახდება. ვითომ ცარცით წაწერილი, სინამდვილეში კედელზე ამოშანთული, ქვაში ამოტვიფრული, უდიერად მიჩხაპლილი ერთი სიტყვა. Angst. დასასრული.